მოგესალმებით. ძვირფასო თანამემამულენო. მივესალმები ჯარისკაცებს, რიგითებს, კაპრალებს, ოფიცრობას, გენერალიტეტს, ვინც ახლა მისმენს. მივესალმები თავდაცვის მინისტრს ბაგრამში. პირველ რიგში მოგესალმებით ბაგრამში და ქაბულში. ქართულ ჯარისკაცებს, რომელიც იცავთ შვიდობას, იცავთ სტაბილურობას, სოფლიოს მასშტაბით და პირველ რიგში იცავთ ჩვენ ქვეყანას და საქართველოს. მინდა მადლობა გითხრათ იმ სამსახურისთვის, რომელსაც წლებია თქვენ ეწევით. მინდა მადლობა გითხრათ იმ თავდადებისთვის და თავგანწირვისთვის, რომლითაც ჩვენს მამულს ემსახურებით. მინდა გისურვოთ მშვიდობიანი, წარმატებული წელი. გთხოვოთ რომ გაუფრთხილდეთ თქვენ თავს, თქვენ თანამებრძოლებს. მინდა გისურვოთ ძალიან მალე სამშობლოში დაბრუნება. მე ვიცი რომ თქვენთან უკვე დადგა ახალი წელი, სულ რამდენიმე წუთის წინ, ჩვენი საათი, ნახევარი საათით არის აშორებული. მაგრამ სამშობლოს დროით კიდევ ერთხელ მინდა პირველ რიგში სამშობლოსგან შორს მყოფ ჯარისკაცებს ავღანეთში მიულოცო ჩვენ ჯარისკაცებს აფრიკაში და მიულოცო მთელ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს, რომელიც მე ახლა ვხედავ მონიტორზე ჩვენ გვისმენენ. თქვენთან ერთად მინდოდა რომ ამ წუთებს შევხვედროდი, ერთად ჩაგვეფიქრებინა ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, გამთლიანება, სიმტკიცე და მოგველოცა ერთმანეთისთვის მომავალი გამარჯვებები და წარმატებები. ჩემო ძალიან საყვარელო ადამიანებო და ძალიან პატივცემულო ადამიანებო, მე მინდა გითხრათ რომ ყველა ამაყობს თქვენით. ყველა არის შვიდად დღეს თავის სახლში, იმიტომ რომ თქვენ ხართ დღეს საბრძოლო მზადყოფნაში და თქვენ ხართ დღეს ის ადამიანები, ვინც ჩვენს და ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდეს იცავთ. მომავალში ჩვენ ყველას გვევლის ნათელი, შვიდობიანი, გაერთიანებული საქართველო, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ. მე მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდი ღვაწლია და ამავე დროს ძალიან დიდი სიამაყის საგანია, როდესაც ჩვენ ემსახურები ქართულ ჯარს. თავისთავად ის რომ ქართული ჯარი არსებობდეს, ჩვენ თუ ჩვენ ისტორიას გადავხედავთ, მრავალი თაობა ადამიანებისა მარტო იმისთვის იბრძოდა, რომ შექმნილიყო ქართული ჯარი. იმიტომ რომ იყო ხოლმე პერიოდები ჩვენს ისტორიაში, როდესაც ჩვენ ამა თუ იმ მიზეზების გამო არ ქონდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, არ ქონდა ჩვენი არმია და ყველა მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა მაშინ იბრძოდა, ყველა სამოქალაქო პირი იბრძოდა იმისთვის, რომ შექმნილიყო სახელმწიფო და შექმნილიყო სახელმწიფოს ისეთი მთავარი ატრიბუტი, როგორიც არის შეიარაღებული ძალები. დღეს ჩვენ ვართ იმის შემზე, რომ ყავდეს ჩვენი შეიარაღებული ძალები, ყავდეს ის გმირები, რომლებიც იცავენ სამშობლოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი ქვეყნის გარეთ. კიდევ ერთხელ მინდა ყველა საქართველოს მოქალაქის სახელით გითხრათ დიდი მადლობა თქვენი სამსახურისთვის, თქვენი თავგანწირვისთვის. გამოვხატო ის პატივისცემა, რომელიც არა მარტო ჩემშია, არამედ ყველა საქართველოს მოქალაქეშია. გითხრათ ის, რომ თქვენ გიყურებთ როგორც თქვენი უფროსი თაობა, ასევე გიყურებენ პატარები და მაგალითს იღებენ თქვენგან. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ მხნეობა, სიძლიერე, მადლობა გითხრათ სამსახურისთვის და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ის მომავალი გამარჯვებები, რაც ერთად გვექნება. გილოცავთ ახალ წელს, ავღანეთში უკვე დადგა ახალი წელი, საქართველოში ახლა წუთი წუთზე დგება და კიდევ ერთხელ მშვიდობით უკან დაბრუნებას, მშვიდობით სამსახურს და ყველა ჩვენს სამხედრო ნაწილს, რომელიც ახლა გვისმენს, მე ვხედავ ეკრანზე, მე-4 ბრიგადა, მე-5 ბრიგადა, მე-3 ბრიგადას ვხედავ, ჩვენ ვხედავთ
თქვენს თანამოძმეებს, რომელიც ეხლაც ერთმანეთს უყურებთ და ყველას ერთად გილოცავთ ახალ წელს. Adam gilocavde.